ეხა ღობის საქმე. ღობის საქმე ჩაშლილია, ესე იგი რა. ღობის საქმე არის იმ მდგომარეობაში, რომ ვერ აგიხსნიან. ჯერ ესენი ხო ეს ოდიოზური ტიპები, ეს ლიდერები კონკრეტულად ამ შემთხვევაში გვარამია, მაგრამ მე ვერ გამოვყოფ მაგათ და ვიტყვი, რომ ანუ ინდიაში ეს კოლექტიური გვარამიები არიან, ყველანი ვინც ახლა ციხეში სხედან ამ ბრალდებით და ვინც გარედან ესეც სისულელეებს საუბრობენ, რაც საუბრობენ. მოკლედ გაიზარდა რაოდენობა დაკავებულთა, კიდე გუშინ იყო 8 დამატებით ადამიანი, ვისაც მიესაჭა პატიმრობა. იმედია მაპატიებენ ჩვენი მაყურებლები, მაგრამ ვიტყვი, რომ ახია მათ თავს, იმიტომ რომ მართლა უნდა იფიქრო, ვისთან დგახარ, სად დგახარ და რა საქმეში დგახარ, ხო? და ახლა პატარა ბავშვია და ეს არ არის ახსნა რეალურად რა. ნუ გაიზარდა რაოდენობა, გაუშვათ. იგი გაუშვით უკვე ის სკრინი გაუშვით. და ამ ყველაფერთან ერთად გამახსენდა ბურჭულაძე რო იჯდა, გახსოვს გია შენ ბურჭულაძე რო ინგასთან იჯდა? რას ხედავ შენ თვალებში რას ხედავ? მაგას რა დამავიწყე. ხო და აი ოქრო ის იყო რა, ძალიან მაგარი ვიდეოა ეგ რა. შენ თვალებში რას ხედავ, ხო? ხო. ძალიან გაუშვეთ. რას ხედავ? შევხედე თვალებში. გიყურებ თვალებში. რას კითხულობ ჩემ თვალებში? You can ask the flowers. I sit for hours. Telling all the bluebirds. The bill and coo birds, pretty little baby. I'm so in love with you. You can ask the flowers. ეს უნდა და? აი როგორი უპასუხისმგებლო არის, ხედე, აი პოლიტიკოსობას აპირებ, პოლიტიკოსი უნდა გამოვიდეს და პირველივე პავოროჩი 10 კაცი კი რამდენი კაცი დააჭერა. ой, მე ძალიან ბევრი კი. რამდენი კაცი დააჭერა? თავისთავად ხო დააჭერინა და კიდე რამდენი კაცი დააჭერინა. თავისთან ერთად ის 5 ხო, ნუ ისინი კარგი, ისინი ერთ-ერთი მასში არიან. არაფერ შუაში ხალხს ვამბობ. 7 იყო წინა ჯერზე, ვისაც უკვე წარადგინა ბრალი და ჩასხდნენ. 5 წლით ეს ქალბატონი იყო 3 წლით. და ახლა დაემატა 8. ანუ უკვე 15 კაცი არის, ვისაც უკვე ჩვეულებრივად წლებია გასატარებლად ეხება. იცი რას ფიქრობენ? იცი ზუსტად ფიქრა რას ფიქრობენ? არა, იცი, არა, აი ამათი მომხრეები რას ფიქრობენ, იცი? თქვენი დროც მალე მოვა. ხო, გაბოროტება. აი მაგისაც ცოტა ხანის დარჩა. ეგ არის, ეს სიგურებრივი სიგიჟე. ამ სიგიჟეებში არიან. ამ სიგიჟეებში არიან. უფრო მაგარ სიგიჟეს კეთვა იცი? თვითმხილებების ამბავში რომ მივიდივარ თანაგრა. ა კომენტარები გვაქვს ვაფშე აბა. გვაქვს მე მგონი, ხო? 7 კომენტარი. კი, აბა გაუშვათ ერთი 7 კომენტარი გვაქვს რა. ინგას ეკუთვნის 5 წელი, ისი თავისუფლებაზე უნდა იყვნენ. აჰა. ისე მართლა ეგონათ ნეტავ რომ ხელისუფლებას დაამხობდნენ. პატიკო შენ ჯერ კიდევ მახათაზე მონასტრის მშენებლობისას გამოამჟღავნე რა ჩიტიც ხარ. არ უყურო იქნებ გიპნოზი აქვს. ჩემს თვალებში რას ხედავ და იქნებ გიპნოზია არ უყურო. მაგარია. 5 წლიან სროკებს კითხულობდა ინგული და არ გითხრა პატიკო. სიმბოლურია 5 წელი უკვე. სიმბოლურია 5 წელია. როდესაც ასე სასწაული ხდება და შენ იცინი დაელოდე მოგიკაკუნებს მალე სამართალი და მაინტერესებს გვეშველება რამე ღვერთო. აჰა, ხო ხედავ? დაელოდე ყველას გონია რომ ისა რა ქვია ცოტა ხანიც დარჩა ცოტა ხანში ნახეთ რა მოგივათ თქვენ და ყველანი ციხეში აღმოჩნდება ლიდერები აგულიანებენ და იმით ხო ლიდერები აგულიანებენ და იმით და ყველას აჯერებენ აოცნებებენ აი ინგა ისე რამდენი მომტირალი კაცი გახდა ამ ეთერები შევაგროვოთ კოლექცია შემიგროვე რა მტირალა ხალხის კოლექცია რა შეგროვებული იქნება აი ესეთ გაწამაციაში ესეთ უბედურებაში ცხოვრობდით ის 9 წელი ბიჭო და ერთი წრემლი არ გადმოვარდნია არავისთო იმდენად ყველა ტირის ეთერში გადავირიე რა. ხო, პრობლემა და უკვე როცა ასკდებიან შედეგს. თან ესენი იძახიან ომი როგორ არ გინდათო? თან ჯერ როდიდან დაიწყო? ტირიან ეთერებში და ტიპები იძახიან ომი გვინდა. წავიდნენ, მე რა ვინ უშლის? არა, რა სად უნდა წავიდნენ? იმაში საბავშვო ბაღში ტირიან, ვერ ხე, საბავშვო ბაღის ბავშვები ტირიან. სად უნდა წავიდნენ? იმის თავის არა, რომ ცემლები შეიკავონდო.
პირდაპირ ეთერში ხალხი რო უყურებს რა. კი, ჩვენ არის. ბღავილი არ დაიწყო ამხელა ხალხმა რა. ჩვენ ხო არ ვიცით რას დაპირდნენ იქიდან, ხო? ეს რომ ის მუქუნებია და ეს კარგი დაწყნარდი მე მესმის მე რა გესმის ამხელა ზორი მოსულია და პირდაპირ ეთერში ტირის დელი საქართველოს დასადახად ხო? ეს არის მაგათი კოლექტიური სახე რა. მაგრამ ეხლა ნახე რაზე მინდა შენი ყურადღება გავამახვილო რა. გამოდგა გუშინ ეს სამათი ისა მოსამართლე და სხვა ძალიან საგულისხმო რაღაცა უთხრა რა ამათ, იმიტომ რომ ესენი ხო თავიდანვე დაიწყეს ამათ მოკიევილი რომ ღობე გადაჭრილი იყო, ღობე ის იყო, სპეციალურად აზიანეს იყო ის რა ქვია გაგვიჩალიჩეს და რაცებს იძახდნენ. აი რა მნიშვნელობა აქვს ხო ამ ბიჭმა ახალგაზრდა ბიჭმა დასვა მე მგონი ერთადერთი ყველაზე მაგარი საკითხი. რა მნიშვნელობა აქვს ღობე დაზიანებულიყო? ღობე რო არც ყოფილიყო? ხო. აჰა, ღობე რომ არ ყოფილიყო, იქ არავის ქონდა შესვლის უფლება. და სწორია რა გადაჭრილი იყო თუ არ იყო გადაჭრილი, ქონდათ იქ შესვლის უფლება. ეს ღობე ხო არ არის ხო? იასტია, ყველაზე ადეკვატური ამბავი თქვა ეხა ამ მოსამართლეს. რაც არის ეგრეა რა. ეხა ეგეც შაუვარდა და ეგრეა ყველაფერი უვარდება. ხო, შემდეგი რა არის ლიზა? შემდეგი არის ის, რომ არის თვითმხილება გია. გამოდგა ეს გვარამია და მოკლედო თავის თანამებრძოლებს მიმართა რა, თქვენო პოლიტპატიმრებო, სინდისის პატიმრებზე ნუინერვიულებთო, ისინი ზრდასრული ადამიანები არიან და თვითონ აიღეს პასუხისმგებლობა თავის ქმედებაზეო. აუფ. დღეს ოქტომბრის კიდევ 8 მონაწილეს მიუსაჯეს 5 წელი. ყველა ორგანიზებისთვის დაპატიმრებულს გულწრფელად ურჩევ. ნუ დააბრალებენ საკუთარ თავს ვინმე ციხეში შესვლას. რადგან ზრდასრული ადამიანები თავად აკეთებენ არჩევანს როგორ მოიხსნიან. ანუ დააჭერინე ხალხი, ხო? დააჭერინეს ხალხი და პლუსო არც ინერვიულოთ. პლუს არც ინერვიულოთ ამაზეო რა. და წარმოიდგინე ეს გარედ არის. და ამასაც ხო იქნება ახლა აქციები, ხო? იქნება რაღაცას დაგეგმავს ახლა უეჭველი. ხო, დაგეგმავს არა იმას ისე. ვინ აღარ გადის, სასაცილოდ არ ყოფთით პატარა ქათმუშკატო, ა? გაწირეს ოღონდ ხალხი. გაწირეს ხალხი და ეს ამ სტატუსით იცი რა ქნა ხო გაწირეს და მიაფურთხა კიდე ზემოდან კონტროლკა დააყოლა რა კი ბატონო კარგად იცოდეთ და თან კიდე ეხვეწება გამოდითო კი ეს გამოდით ნაგლი ფრაერ ხუჟი ტანკაო ხო იცი ეგაბავი რა აიჭრნენ აი პატარაა თან დაბალია ლიზა ეს და ესეთი დაბალი ადამიანი, ესეთი ნასტირნი როგორ, მაგრამ თუმცა ლენინიც დაბალი იყო რა. მაგის და ლენინიც დაბალი იყო ეგეთი. შეადარე ახლა ესეთი შედარება გავაკეთოთ და დიდი ძაღლი. აი ეს დიდი ჯიშის ძაღლი. ნასტირნი არის როდეს მე არა და სტეინია ხო თავისი. ესეთი პატარა ჩერდები იგივეა, მაგის თავისი მე. მოსკა არის რა, მოსკა. გვარამია მოსკა. აი ბედე, კაი ჩავიდეთ, ეხა აბა ეხა კიდე არის პერიალოკაცი რო გაიჩიტა კიდე ერთი პერიალოკაცი ვილი ჩახუნაშვილი ხო ექიმი კაცი წადი რა იმკურნალე რა ამ კომკურნალე ბავშვებს რა რაღაცა ხენი ან რაღაც ვიღაცას უმკურნალე რა ვიცი ძახს მაინც უმკურნალე რა კატასტო რა უბედურება არის ეთერში მისვლები და ტირილები რა გაუშვით რა ეს კაცი რა მან მითხრა რომ ვილიო ტელეფონის ზარის უფლება თუ მომცესო იმ ზარით ბავშვებს დავეხმარებიო აი თქვენ აძირლებო სად თქვენ და სად ბატონი გოგი ვეთახმები რა აბსა ჩვენ და სად ბატონი გოგი რა არ თქვა ახლა ნუ აკ ეგრეა და ასიმართი არ თქვა შე ცილინდრიანი თუ დაცილინდრებული რა რაღაცა არ არა ვიდა რა ეს კაცი რო ტირის გვაქვს ეს თუ არა გვაქვს როგორ არა მაგას ვერ გავმაზავდი ახლა კი არა არ არის მოდი ვატიროთ ეს კაცი ცოტა ხანი ვატიროთ ხო რა ცოტა ხანი ვატიროთ იქნებ რაღაცა გულზე მოგვიდოს რაღაცა და ხალხო როდემდე მოვითმინოთ ეს მადლობა ბატონო ვილი ბატონო გია თქვენთან გადმოვალ ბატონო ვილი მახსენა შემდეგი რომ ის არ ელოდა ამგვარ გადაწყვეტილებას სხვათა შორის ბატონო ვილი დამშვიდით მოგცემთ შესაძლებლობას რომ იაბუაზე რო აწყნარებს იმას აი როგორ მაინტერესებს როგორი იქნებოდა ბატონი ვილი 6 წლის ფაქტი რო ტიროდა 5 წლის
ძალიან მაგარი. იგივე დარჩა ხა გეხოცები ძალიან. ეგეთი იქნებოდა, ეგეთი ვიძე. როგორი იქნება? უეჭველი ეგეთი ვიძე იქნებოდა. ეგეთი ვიძე იქნებოდა. პატარა ვილი ეგეთი. იგივენაირად ჩაცმული. ეს ლუკუნა. აი ეს ლუკუნა ხალხი, ეს ლუკუნა ქართველებს უნდა გადატრიალების მოხდება. ზლუკუნი. სლუკუნი. და სულში ჩაფურთხებენ. სულში ჩაფურთხებენ. ხვეწნა ზლუკუნი სულში ჩაფურთხება. და რუსეთის პუცინის განდევნა საქართველოს. აი ამან უნდა განდევნოს პუცინი საქართველოს. ჩხიბავებით, ხო, ამხაზე არის ჩამოყალიბებულები. და მაგაში ხას დუღა შეუშვით რა. კარგი, ეს კომენტარები, ბატონი ვილის კომენტარები მე და წაგიკითხოთ რა. აბა, რეაგირებს ერი. აჯანყდით. კაცი არ ხარ გაუძელია. აგია, გეხო აჯანყებული ეს ტირალა წარმოგიდგენია? ტირილით რო ჯანყდებაო. ტირილით რო ჯანყდება. ჩეგევარო რო ტირის, ასე. უფრო მონდომებით რო ტირის. ფიდელ კასტრო და ჩეგევარო რო ტირია. რო არ ნებდება, სულ ყოს რო უმატე. ოსკარი ეკუთვნისო და ხე, აი ამათი ცრუ და ცრემ რა რაღაც ნერვებს მიშლის. არა და ბევრი მსახიობი ვერ ახერხებს ტირილს საღოლეს კაცი, საღოლს, საღოლ. აბა სად მოყავთ ეს ქვითინჩები? ამდე მინდოდა კომენტარის დაწერა, მაგრამ ავტირდი. ტიროდიო. რა დღეში აქვს ნერვები? ძალიან ხალხი ართ. ფურა ამაზენი ხართ, კაცუნები. დედილომ შემოგევლოს რა პერტირის. მე მაინც გონია რომ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები აქვს და ეთერიდან არ უშვებენ რა. მაინც ამ გადაცემის დროს მოუხდა. ძალიან მაგარია. 3 წელია სახლში არ შესულან, ოჯახში ვეღარ ცნობენ და სატილად კი არ საქმე. მამეთ მაგითო ტირიან, იცი? ეხლა ხვდებია რომ 3 წელი ტყილა იდგე. სატირლად აქვს საქმე, ეტირებათ. წრემსა ვარდი დაერთვილა გულსა მდუღრა დანატირსა, შოთა რუსთაველი. რეჟიმაში აწუხა. ეს ვინ არის? ეს ვინ არის ყველაზე მაგარი? ეს ვინ არისო? ტიპები ვაფშე არც იცნობენ, თუ პირველად ნახე ხალხმა ეხა ვილი ჩახუნდაშვილი, ხო? არავინ აღარ გადის და იპოვეს, ვინც იპოვეს ახლა. არა, თვითონ ეს შემოვიბირა. აი, თვითონ ვილი, აი წარმოიდგინე ვილი. ვილი მიდის TV პირველის ვილი მიდის TV პირველის ეთერში. გამოდის, ტირის, იძახის რომ გოგი, ბატონი გოგი რამე და არც გოგის არ იცნობ. მოწოდე გოგის იცნობდი, ხა მე ერთადერთი ექიმი იქამდე, ვინც ვიცოდი უბრალოდ ის, იმიტომ რომ ზედმეტად აქტივისტი იყო, ვაჟა ექიმი ვიცოდი მაგათი და ეს საერთოდ იცოდი ვინ იყო ეს ვაჟა ექიმი, წვიმაში მდგომი მაგისტრო კაცი. პარკებში. არასოდეს არ აი გეუბნები ვაჟა ექიმს ვაკვირდები სპეციალურად. აი არ მინახია არასოდეს რუსთაველზე კაი ამინჩი. მარტო წვიმაში გადის. იმенно წვიმის კაცი. ამან ციჩნია რა რეინი. ვაჟა ექიმზე უნდა გავაკეთოთ მაგარი კლიპი რა. წვიმის კაცი. გავაკეთეთ. ამან ციჩნია ვაჟა ექიმი. ყვითელი ფლაში ვიკითხე რაც არის დაждები. მაგარია. როგორ წავიდა, ოსეჩი რო გადავიდა და მე იქიდან რო ჩალიჩობდა რომ ვითო აი მოიტაცეს და რაღაც ძალა ადგია. ოიმე ყველაფერში რო იწებია და ყველაფერში რო აი ტყუილები რო ეწყობა თვალებში. შენი აზრი მაინტერესებს ახლა. კაი, ნუ რუსთაველზე სიარული იქით-აქეთ ეს გასაგებია, რაც ხდება და როგორ ხდება და რა ვალუტაში ვაჭრობენ, იქ გავიგე. აი იმ საზღვაზე რო წავიდა, ის რა ვალუტაში ივაჭრა, რამ გააკეთებინა? ვალუტაში ხო ივაჭრა? ხო ივაჭრა ვალუტაში. ნუ შემჭამე ხალო. ვალუტაში ივაჭრა? ვალუტაში კი არ ივაჭრა, просто უნდა რომ ეს მომხდარიყო. ეს დაჭერა დროებითი მომხდარიყო და ეს ამბავი ატეხილიყო. მეტი არაფერი. ჩაწვეთ ეს თუ თვითონ გადაწყვეტა. თვითონ არის. თვითონ. გადაწყვეტა რომ აი ეხა წავალ იქ, ჯო ვილსონმა არ ხო, ეხა იქ ხო 1-2 დღით მაინც მომიტაცებენ, იქ ციხეში ვიждები და მე საქართველოში ატყდება ერთი ამბავი და გმირი ვარ რა. აი მე ჯო ვილსონი. ეგ არის რა მეტი ამათ ტვინი არა აქვს მეტი. არა აქვს მეტი ტვინი რა. ექიმი კაცი წავიდა იმაში სამართყოფში უნდა ყოფილიყო და ბავშვების ოპერაციები და ის გაეკეთებინა დაგაზა იმაში სოსეთში. თავი დააჭერიდა და ეგეთი რამე გინახია და არ ვიცი რა.